თქვენ ახსენეთ ნეიტრალიტეტი და მგონი რომ ახსენოთ ის სასკვლევა იაკობ კაჭკაჭიშვილის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული, სადაც აი ეს ნეიტრალიტეტის ნაწილი იყო ძალიან პარადოქსული, იმიტომ რომ მოსახლეობის 70%-მდე ამბობდა რომ უნდა მაგალითად ნატოში ქვეყნის ინტეგრაცია და ამავდროულად 52% ნეიტრალიტეტს უჭერდა მხარს. ანუ ის ადამიანები, ვისაც უნდა ნატოში, მათ ნაწილს ნეიტრალიტეტიც უნდა. ანუ აქ ხო, აი მე ჩვენს პასუხს ვერ ვცემ და თქვენ მითხარით, რასთან გვაქვს საქმე, გააზრების პრობლემაა თუ რისი? ანუ მე მგონი კი ეგ პრობლემა არის ძალიან ხშირია, როდესაც სოციოლოგიური ხა იაგოსნაირი პროფესიონალი დღეს ალბათ მაგ სფეროში საქართველოში არ მოიძებნება და რა თქმა უნდა მისი პატიოსნებაც და პროფესიონალიზმიც უმაღლეს ნდობას იმსახურებს. აქ სხვა რაღაცა მგონია პრობლემა, უბრალოდ აი მართლა ტერმინოლოგიური პროფესიონალიზმის არახება. ხო, არა, ტერმინოლოგიური, არა, ეს ჩემი შესავალი იყო, რომ რა თქმა უნდა ყველაზე მეტად თუ ვინმეს ვენდობი იაგო კაჭკაჭიშვილის კვლევას ვენდობი. აქ არის პრობლემა თვითონ რესპონდენტების აღქმა და აი ვთქვათ ტერმინოლოგიურად, ანუ ხან ნატოც, მე ეს ნეიტრალიტეტი აქ მგონია რომ სწორედ რაღაცა ტიპის პროპაგანდა მუშაობს. პროპაგანდის გარდა მუშაობს კიდე რაღაცა ტიპის აღრევაც არის, აი ტერმინოლოგიური აღრევა, ანუ საკმაოდ რთულია ჩვენთან არ არის ესე დამკვიდრებული სოციოლოგიური თუ პოლიტიკური ტერმინები, რომ ფართო საზოგადოებას ესმოდეს. ეს რა თქმა უნდა იმის ბრალია, რომ ჩვენთან ძალიან დაბალი დონეა განათლების და ვერც იქნება სხვანაირად ასეთ პირობებში. ხო, მაგიტომაც გადაწყვეტეს დიპსტეიტს ელაპარაკოს. ხო, ნუ აი ხა ოფიციალ ხელისუფლება, რომელიც რაღაც პარანოიას და ფანტაზიებს და მართლა ზღაპრებს გთავაზობს, ბოროტ ზღაპრებს და შეთქმულების თეორიებს, ისეთ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრი თუ საზოგადოებამ თვითონ არ გამოიმუშავა და ჩვენ ხედავთ ზუსტად აი ამ მოძრაობის, ეს არ არის მარტო ის, რომ ქუჩაში გამოხვიდე და დადგე და აპროტესტო, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამასთან მოყვება სწორედ მე ვიტყოდი რაღაცა საგანმანათლებლო სადისკუსიო აქტები, რომელიც ისევ და ისევ საზოგადოების შიგნიდან მომდინარეობს. რომ აი გავერკვიოთ რა ხდება. აი ამის მცდელობა ესეც პროტესტის ფორმაა, იმიტომ რომ ივანიშვილის პოლიტიკა არის ზუსტად ის, რომ რაც შეიძლება ბნელი იყო, რაც შეიძლება გაუნათლებელი იყო, რაც შეიძლება გონება დახშული იყო, რაც შეიძლება ღატაკი იყო, რომ ადვილად შეძლოს მან შენი манипуляция. აი ზოგადად ავტორიტარიზმის ის ფორმა, რომელიც ჩვენში კვიდრდება და ეს არის ზუსტად გაგრძელება იმ დაწყებული პინოჩეტიდან. პინოჩეტი იყო პირველი საერთაშორისო ექსპერიმენტი, როგორც ჩავატაროთ ნეოლიბერალური ექსპერიმენტი, რომ დიქტატურის მეშვეობით და დახვრეტებით, მასობრივი დახვრეტებით, აი ახლა გაჩვენებთ რა კარგი ახალი თეორია გამოვიგონეთ. რომ აი მარტო მდიდრები უნდა იყვნენ პრივილეგირებული და ეს რაღაცა მისტიკა, სრულიად რაღაც ფანტასტიკური წარმოდგენა, რომ მდიდრები თუ კარგად იქნებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხსაც გავრცელდება. ეს აი კიდე ერთი რაღაცა ზღაპრული თეორია და რომლის მსგავსი არაფერი არც არ მომხდარა. მდიდრები კიდე უფრო გამდიდრდნენ და ღარიბები კიდე უფრო გაღატაკდნენ, მაგრამ სწორედ აი იმ გამდიდრებულ ოლიგარქიულ მდიდრებს ჭირდება გამოშტერებული ხალხი. გაუნათლებელი ფსიქოლოგიურად ტრამვირებული, რომელიც ადვილად манипуლირებადია. აი ამის მშენებლობა მიდის სამწუხაროდ საქართველოში უკვე ათეული წლებია და შედეგი, ლოგიკური შედეგი არის. ივანიშვილი თუ არა ვიღაცა პეტრიაშვილი იქნებოდა თუ პავლიაშვილი ის გახდებოდა შემდეგი ავტორიტარი. აი ამ განვითარების შედეგი. და იარაღებს რეალურად ასე ჩანს, რომ საზოგადოება ბევრად უფრო წინ არის, ვიდრე მათი მეთოდები რაღაც ფორმით ქართული ამომრჩეველი ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე ქართული პოლიტიკური ელიტა, იქნება ეს სახელისუფლებო თუ ოპოზიციური. ამაზე მეტყოლებს ის საპროტესტო უწყვეტი ტალღაც, რომელიც ამდენი დღე გრძელდება. რა არის ჩვენი ბრძოლის მთავარი იარაღი და რა გვაკლია? აი თუნდაც პოლიტიკური გამოცდილების. იცით რა, აი მე ვიტყოდი რომ ძალიან ზუსტად თქვით ერთი ფრაზით და ორი მაქსიმალ ორივე ხელით მხარს უჭერ მაგას. პოლიტიკური ელიტები, სამთავრობო თუ ოპოზიციური, აი ეს არის რაღაცნაირად რომ გაიზრდება ბავშვი და ტანსაცმელი აღარ ეტევა და ეს გაცვეთილი ძველი
ცუდად აწვია და ახალი ჭირდება. აი ზუსტად ესაა დღეს დღევანდელი ქართული საზოგადოება და საქართველო. მისი პოლიტიკური ელიტები ეს არის გაცვეთილი, დაპატარავებული ტანსაცმელი, რომელიც მას აღარ ეტევა. საჭიროა ახალი გაჩნდეს და მე ვიტყოდი რომ მალე გაჩნდება ახალი ძალა, რომელიც ადეკვატური იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ მთელი სრული შემადგენლობით ქართული პოლიტიკური ელიტები. ეს არის წარსული. ეს არის გადმონაშთი რაღაცა გაუგებარი ეპოქის. უკვე წარსული ეპოქის, რომელიც აღარ შეესატყვისება არანაირად არც ერთი მიმართულებით დღევანდელ მოთხოვნებს. შესაბამისად, დრო არის ისინი ჩაბარდნენ ერთხელ და სამუდამოდ წარსულს. და მათ ადგილს დაიკავებს ახალი ხალხი. ჩანაცვლება იმით, როდესაც გამოჩნდება ახალი პოლიტიკური ძალები და მე ვიტყოდი, რომ ძალიან მალე მოხდება. ეს არის დღეების და კვირების ამბავი. კიდევ ვიტყოდი, რომ დღეების ამბავიცაა. აი რა მოხდება, მაგას მალე ძალიან მალე დავინახავ. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ კონკრეტულად? მალე გავიგებთ ყველა. მე ვიკითხავ ასე კი თქვენ გეთანხმებით ძირითადად რაზეც საუბრობდით, აი რეჟიმი რაღაცა ფორმას სანამ მიიღებს, ვცდილობს რომ ზღაპრებით გამოგკვებოს და შექმნას რაღაც ილუზიები, რომ ეს ასია ისია და ამ ზღაპრებში არის ხოლმე რაღაცა ფრთოსანი ცხენები, დრაკონები და შემდეგ. ეს ყველაფერი არის ახლა გამოლეული და ზღაპრის ერთი ჟანრი არსებობს, deep state, იმიტომ რომ რაღაცა მოხდება ამერიკაში და გამოვა კობახიძე და იტყვის რომ აი deep state-ის ბრალი იყო და მხოლოდ ეს ერთი ზღაპარი რა არსებობს, სადაც მხოლოდ ეს ერთი სიტყვა არის, ხო, თუ დავაკვირდებით გლობის ომის გლობალური პარტიიდან აქამდე მოვედით. ანუ ეს ცალსახად ნიშნავს მილევად რეჟიმში მყოფ რაღაცნაირად ძალას, იმიტომ რომ თვითონ ის პროპაგანდისტულ ზღაპრებშიც აღარ არიან რაღაცა ბუა მოვა შეგჭამს და მოვიდა მიშა და აგერ გადაკლაპავს, იმიტომ რომ აღარ არის ეს ყველაფერი გამოილია, ხო? მათი ინტელექტუალური რესურსები არის ძალიან შეზღუდული, ანუ ამას ხო არ ჭირდება დიდი არანაირი სოციოლოგიური კვლევა არ ჭირდება, გადავხედოთ ვინ არიან. გადავხედოთ ვინ არის ქართული ოცნების ელიტა, რა ინტელექტუალური რესურსი აქვთ მათ. ანუ რაღაცა სიგიჟის თეორიების მტკიცებულებებიც რო აფრიალებენ და ანუ რაღაცებს ისეთებს ბოდავენ, რომ პატარა ბავშვიც ვეღარ დაიჯერებს. ანუ რაღაც დონეზე მათ იმოქმედეს. რა თქმა უნდა, ჩვენ დავინახეთ კიდევაც, აი იგივე აი ომი გინდათ ძახილი, მე ჩემ ბავშვობა, საბჭოთა ბავშვობა მახსენდება, ბრეჟნევი თუ მოკვდება, მსოფლიო ომი დაიწყება. ნუ მოკვდა და ნუ ვიხარო და იმიტომ რომ დასვენების დღეები იყო, ბრეჟნევს არ ვეცშობდით არაფერს. 3 დღე ვისვენებდით თუ მეტი. ანუ დაახლოებით ეგეთი არის, აი ბიძინა თუ არ იქნება, ომი დაიწყება. ანუ კაით, ნუ ანუ ეს რაღაც დონეზე იმუშავა, იმიტომ რომ ამას აქვს მართლა, ანუ ადამიანები, რომლებიც ისედაც კრიზისულ მდგომარეობაში ცხადყოფს ამას, რომ ომის შიშმა ნამდვილად გავლენა იქონია. კი, 25% აცხადებდა ამ ფაქტორს, არა და ნუ როცა აშინებ ადამიანს და 13 იყო თვალსაჩინო, რომელიც კონკრეტულად ამას ასახელებდა მთავარ პრობლემად და სამომავლო შიშად. ეს არ არის ცოტა. ხო, არ არის, მით უმეტეს რომ ქალაქს რო აუჭრელებო ომის საშინელებებით რაც ქნეს, ხო მარტო თბილისი ხო არ იყო, სხვისი ტრაგედიით გაივსო ქალაქი და ნუ უკრაინა რა დღეშია და ნუ ამორალური ელემენტო და ჩვენ როგორ წინდებით აქ. ეს ჩვენი შეცდომაც იყო გარკვეულწილად, მათ შორის მედიისაც ბუნებრივია და მათ შორის ოპოზიციური ნაწილისაც, რომ ეს არ აღვიქვით სერიოზულად მათი ამ პლაკატებზე უფრო ქილიკი დავიწყეთ, ვიდრე ადამიანების ინფორმირება, რომ ეს რეალურ საფრთხეებთან არ არის ასოცირებული. ხო, აი ჩვენც რაღაცები ტაქტიკურად გვეშლება რეალურად და ესეც უნდა ითქვა სამართლიანობისთვის. მოკლედ ეს მულტფილმი არსებობს, როგორ მოვათვინიეროთ, როგორ მოვარჯულოთ დრაკონი, ხო ამას კითხავთ თქვენს დრაკონი ხვდებით ალბათ ვინც არის ამ შემთხვევაში. არა, იმ მულტფილმში დრაკონი ძალიან კეთილია. არ შეადარო გეხვეწები ბიზინა ივანიშვილს ან რომელიმე კოც ის დრაკონი, ჩემი საყვარელი დრაკონი აი ის დრაკონი ვიჭიროს ხელში, ნახე. მართლა? ამ შავ დრაკონზე ლაპარაკობ. ამ ჩვენს დრაკონს ბევრი ფული აქვს, ბოროტია და ჭრილოვანი გავლენა და მათ შორის საყრდენიც, იმიტომ რომ ჭრილოთი ეხმარება მას მნიშვნელოვანწილად, ხო? რა გზა შეიძლება იყოს ამ ბრძოლაში, გარდა იმისა, რომ ახალი ძალები გვჭირდება სრულად გეტყვით. მოვათვინიეროთ ზემო იმერელი დრაკონი. როგორ დავამარცხოთ დრაკონი? იცით რა, მე ვიტყოდი რომ ისევ და ისევ გააზრებული ჩვენ ტრადიციულად გვაკლია ხოლმე თუ ნაკლებობა გვაქვს რაციონალურობის
ეს ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი დეფიციტია. მე ვიტყოდი რომ აი საერთოდ ახალი ქართული თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობა ზუსტად აი დეფიციტის ფონზე შეიქმნა, როდესაც ყოველთვის ირაციონალური, ისტერიული ჭარბობდა მე აი 90 წელს, როდესაც პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა, იმ დროში ჩავიხედოთ რა ხდებოდა. ეს იყო ირაციონალიზმის, ემოციურობების დღესასწაული, რომელიც მე აი ამ დიდ კატასტროფებში გადავიდა სამოქალაქო ომში და აი ამის მიზეზი ყველაფერი იყო ძალიან ირაციონალური განწყობა. ჩვენ გვჭირდება რაციონალური გათვლა, დაგეგმა, გააზრება. ეს რა უცნაურიც არ უნდა იყოს დღესდღეობით თუ აქამდე რამაც მოგვიყვანა კონკრეტულ ამ პოლიტიკურ კრიზისამდე აღმოჩნდა რომ ივანიშვილის გარემოცვა უფრო მეტი კალკულატორით მუშაობდა უფრო მეტად გამოთვლაზე იყო ორიენტირებული ვიდრე ჩვენი ემოციური რეაქციები. ემოციები აუცილებელია და მნიშვნელოვანია, მაგრამ ეხა რაციონალურ ნაბიჯებზეა გადასასვლელი. ერთ კითხვას მეც დაგისვამთ მე ზოგადად მიმეჩნია რომ კონსერვატორიზმი, ჯანსაღი კონსერვატორიზმი და კონსერვატორული დამოკიდებულება რაღაცეებთან, როცა ეს ჯანსაღია, ძალიან კარგია და გასაგები და სწორია. თუმცა მე რას დავაკვირდი, ჩემი აბსოლუტურად დილეტანტური დაკვირვებით და თქვენ მაგიტო გისვათ ამ კითხვას რომ პროფესიონალურად შეაფასოთ ეს. ეხლა ჩვენი de facto ხელისუფლება ცდილობს რომ კონსერვატორული ღირებულებები შეაპაროს დიქტატურაში. ანუ ძალიან მე ვფიქრობ რომ ძალიან მარტივია თუ არ იცი ეს ორი რითი განსხვავდება ერთმანეთისგან ძალიან მარტივია ხალხი შეიყვანოს შეცდომაში. მაგალითად ფსევდორელიგიური, პატრიოტული მოტივები გამოიტანოს წინა პლანზე, ამით გაამართლო ძალადობა, ამით შეფუთო რაღაცები. ეს ხომ რეალურად მე დიქტატურაში გადაითარგმნება და მე ვფიქრობ რომ ტრამპის იმედი ბევრი სხვა თეორიული ნაწილის გარდა ქონდათ მაგ ნაწილშიც რომ თითქოს ის იყო ადამიანი რომელიც აი იგივეს გააკეთებდა რაღაც ცოტა კონსერვატორული დამოკიდებულების გამო თითქოს აი ისიც იმავე გზას გაყურდა მაგრამ არ აღმოჩნდა ესე. როგორ ფიქრობთ სად გადიზღვარ და იყენებს თუ არა მართლა ხელისუფლება ამას იმისთვის რომ ხალხი შეიყვანოს შეცდომაში. აი მე კიდევ ვიტყოდი რომ კონსერვატიზმის სხვა რამე არის რა თქმა უნდა გეთანხმებით ეს არის ხა არა გვაქვს მაგის საშუალება და დრო რომ მთელი ისტორიული პროცესი გავყვეთ როგორ ყალიბდება. ყალიბდება საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ როგორც კონტრა იმისია რა. მაგრამ ამას რეალურად ეს არის რაღაცა ნეოფაშისტური ტენდენციები და არა კონსერვატორიზმი. რა თქმა უნდა შეიძლება ეს არის ორივე კონსერვატიზმის და ნეოფაშიზმის მემარჯვენე იდეოლოგიებია და მემარჯვენე მიმართულება არის, მაგრამ იდენტური არ არის. სამარცხვინოა, როდესაც ეს კარიკატურული არსებები გაგებაში რო არ არიან, აი მარტო შუღლის, ბოღმის და ღვარძლის თხევაში არიან. ირქმევდნენ კონსერვატიზმს უწოდებდნენ საკუთარ თავს. მე არა ვარ, მე საწინააღმდეგო ბანაკიდან ვარ. აბსოლუტურად არა კონსერვატორი. ანუ კონსერვატორიზმის არაფერს შუა შეხება განწყობილი, იმიტომ რომ მას ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და ფასეული აქვს. მაგრამ ამ დღევანდელ ამ ნეოფაშისტებს არაფერი საერთო რეალურ კონსერვატიზმთან იმ კონსერვატიზმთან არ აქვს. ის რომ რაღაცა რელიგიურობის კომიკურ ვერსიას გვთავაზობენ თუ რა ვიცი სიძულვილის იდეოლოგიებს ეს ფაშიზმია და არა აუცილებლად იდენტური კონსერვატიზმი. დიდი მადლობა. ბოლოს მე უნდა ვთქვა, იმიტომ რომ არ გვიხსენებია სამწუხაროდ ამ ბლოკში მზია ამაღლობელის 32 დღეაში მშილობის თემქათამაცე 27 დღე თავისუფლება ქალბატონ მზიას ბატონ თემურს და თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს. ძალიან დიდი მადლობა.